115 დღე, რაც საქართველოში თბილისში და თბილისის გარეთ იმართება პროევропული აქციები. დღევანდელი დღე არის ერთგვარად გამორჩეული წინა სხვა აქციებიდან, რადგან დღეს არის მიზღვნილი ეს მარში, რასაც ახლა თქვენ კარგ შეხედავთ, მეგობარი აქტის განხილვას ამერიკის შეერთებულ შტატებში. როგორც მოგეხსენებათ, 5 დღეში 27 მარტს ამერიკის სენატი განიხილავს ორპარტიულ მეგობარ აქტს, რომელიც შეიმუშავეს ამერიკის შეერთებულ შტატებში და რომელიც ეხმიანება პირდაპირ საქართველოში მიმდინარე პროექტებს და ასევე ხელისუფლებისგან გამოყენებულ სხვადასხვა ნამუშევრებს. მონაწილეები აცხადებენ გავესაუბროთ აქ აქციის მონაწილეებს, მე ოპერატორს ვთხოვ, რომ გამოვყვეს ჩვენთან ერთად იმყოფება ქალბატონი ნინო ლორჯარია, რომელიც უგასწრებს ეს კითხვას. ქალბატონი ნინო, უბრალოდ არის მეგობარი აქტის განხილვა, სადაც ძალიან მნიშვნელოვანი საკითხებია მაყურებელს არის ეს რატომაც მნიშვნელოვანი და დანიშნულება სიცეს იმაზე, როდესაც უკვე 115 არის და ევროპულ მომავალში. კი ბატონო, საქართველოს მოსახლეობამ უნდა იცოდეს, რომ მეგობარი აქტი განსაკუთრებით ალბათ უახლოეს წლებში საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების საკანონმდებლო თუ აღმასრულებელი ორგანოს დამოკიდებულებას ეს აქტი გულისხმობს ისეთ ჩანაწერებს, რაც სრულ შესაბამისობაში არ ქვეყნის უმრავლესობის ნებასთან. აქ საუბარია, რომ ამერიკა გააგრძელებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას, რომ აუცილებელია საქართველოს გააგრძელოს გზა დემოკრატიის განმტკიცებისკენ, რომ უნდა განახლდეს ევროინტეგრაცია, რომ დემოკრატიული ინსტიტუტები უნდა გააზრიებდეს, რომ სამართლიანი არჩევნები უნდა ტარდებოდეს და წინააღმდეგ შემთხვევაში ის შეიცავს მექანიზმებს, ის ადამიანები, რომლებიც თავიანთი ქმედებებით ხელს უშლიან საქართველოს ევროინტეგრაციას, არის შადიანი მძიმე ადამიანის უფლებების დარღვევებს, არიან კორუფციაში მხილებულები, მათ მიმართ უნდა იყოს გამოყენებული ამერიკული სანქციები. ამიტომ ეს არის ის მოთხოვნები, რის გამოც ხალხი უკვე სამთვეზე მეტია რეპრესიების, დევნის, ფიზიკური ძალადობის მიუხედავად, მძიმე ფინანსური სანქციების თუ წამების საპატიმრობის მიუხედავად გარეთქას. და მნიშვნელოვანია, რომ ამერიკელ პოლიტიკოსებს მივაწოდოთ ხმა, რომ ჩვენ ქართველი ხალხი მხარს უჭერთ ამას, რომელიც წინა ადმინისტრაციის დროს დაინიცირდა, მაგრამ ორპარტიულია და ჩვენ დიდი იმედებით, ესე ვთქვათ, ველოდებით მის მხარდაჭერას. ქალბატონი ჯიმ რიში, რომელიც არის ინიციატივის ავტორი სენატში, მის მიმართ დონალდ ტრამპმა გაკეთა განცხადება, მხარდამჭერი განცხადება. ეს რა შეფასება შეიძლება გაკეთდეს ამაზე? ეს ცნობილია, რომ თქვენც აღნიშნეთ, ორპარტიული მხარდაჭერა აქვს მეგობარ აქტს და ამავდროულად მაგალითად დღეს ქართული ოცნების ერთ-ერთმა ლიდერმა უპასუხა, ასე ვთქვათ, და აღნიშნა, რომ ეს ან მოუწევს რიშს, რომ უარყოს, ან ნიშნავს, რომ Deep State-ი კვლავ ფეხს იკიდებს ამერიკის შეერთებულ შტატებში. ეს როგორც უფრო მძიმე განცხადებებიც გვახსოვს ქართული ოცნების ხელმძღვანელობის მხრიდან. ისინი ამბობდნენ, რომ რიში არის თაღლითი და სხვადასხვა შეურაცხყოფელი ეპითეტებით მოიხსენიებდნენ. ძალიან მნიშვნელოვანი იყო ის, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა, ახალმა ადმინისტრაციამ გამოუცხადა სენატორს ასეთი ღია მხარდამჭერა, იმიტომ რომ ის არის
ერთ-ერთი ნამდვილად ყველაზე აქტიური მხარდამჭერი ქართული დემოკრატიის, ქართული საზოგადოების მოთხოვნის და ეს იმედის მომცემია, რომ მისი ინიციატივებიც სენატში იქნება შემდგომ მხარდაჭერილი პრეზიდენტის მხრიდან. მადლობა. ახლა უსმენთ ყოფილ სახალხო დამცველს ომჯარიას, როგორც ხედავთ აქციის მონაწილეები, პროევროპული მარშის მონაწილეები, რომელიც ამ კონკრეტულ შემთხვევაში მეგობარი აქტის მხარდაჭერას გამოხატავენ, სრულობით მიემართებიან რუსთაველის გამზირზე. ეს საქართველოში არა მარტო თბილისში არის აქციები იმართება საქართველოს რეგიონებში, მაგალითად არის აქციები გორში, ზუგდიდში და სხვადასხვა ქალაქებში. თბილისში რაც შეეხება, თბილისში რამდენიმე ადგილას არის მსვლელობა, მათ შორის არის საზოგადოებრივ მაუწყებელთა მსვლელობა, მაუწყებელიდან როგორც მოგეხსენებათ, საზოგადოებრივ მაუწყებელთა პერმანენტულ ხასიათს ატარებს აქციის მონაწილეთა შეკრებები, ისინი ეთხოვდნენ ხმას, უფლება გაჟღერებული ხოლმე საზოგადოებრივ მაუწყებელში მოთხოვნები კიდევ იგივე არის გათავისუფლება უკანონოდ დაკავებული დემონსტრანტების, როგორც ისინი აცხადებენ და ასევე დაინიშნოს არჩევნები. რაც შეეხება დაკავებებს, როგორც იცით, დაკავება აქციის მონაწილეები ძალას ხაზს უსვამენ, რომ დაკავების პროცესი არ წყდება პერიოდულად კვლავ აკავებს სამართალდამცავი ორგანოები აქციის მონაწილეებს, მაგალითად უშინ 3 ადამიანი დააკავა პოლიციამ, რომელთაგან 3-ე გათავისუფლებულია ამ ხუთისთვის, როგორც თვითონ თავად აცხადებენ, თუმცა აქციის მონაწილეთა განცხადებით ის მიზეზი, რის გამოც ხდება დაკავება, არის აბსურდული და სამართლებრივ ჩართულს მოცილებული. ამას აცხადებენ აქციის მონაწილეები. რაც შეეხება საზოგადოებრივ მაუწყებელთა აქციას, ისინიც მსვლელობით ამ მომენტისთვის დაიზრებიან პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც უკვე 115 დღე არის მიმდინარეობს უწყვეტი საპროტესტო აქცია. საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებით ერთი მნიშვნელოვანი ამბავი მინდა გითხრათ, სამეურვეო საბჭოს სხდომა იყო დღეს და ასე ვთქვათ პროკურატურის მიმართვის რეკომენდაცია გასცა სამეურვეო საბჭომ, რომ საზოგადოებრივ მაუწყებლის მენეჯმენტმა უნდა მიმართოს პროკურატურას, რათა შეისწავლოს იმ თანამშრომელთა განცხადებების მისნობრიობა, რომლებიც ეწინააღმდეგებოდნენ მოქმედ საზოგადოებრივ მაუწყებლის პოლიტიკას ამბების გაშუქებასთან დაკავშირებით. თუ როგორ მოიქცევა საზოგადოებრივი აქტის მენეჯმენტი ესა და უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი, მაგრამ აქციის მონაწილეები და პროევროპული აქცია, როგორც აცხადებენ, მომავალშიც გაგრძელდება. მე ახლა ოპერატორს ვიგავთ ხოლო კაბში დავშენოთ, თუ რა ვითარებაა აქციაზე. ეს არის მეგობარი აქტის მხარდამჭერი დემონსტრაცია და დემონსტრანტები მიემართებიან პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც პროტესტის 115 დღეს კვლავ გაგრძელდება პროევროპული აქცია, რომლის მოთხოვნაც გავრჩება რათა ხელისუფლება გაუქმდეს საქართველოს ევროპული კურსი, დაკავებული დემონსტრანტები და დაინიშნოს არჩევნები.
აქციაზე შესრულდა საქართველოს ჰიმნი, აქციის მონაწილეები მიემართებიან რუსთაველის გამზირზე.